გამარჯობათ. ვარ მოხუცრად შეფერება. რა ქვიათ, როგორ ბრძანდა? მე ციცხავარ ჯაბუშანური, აქაური ვარ, მკვიდრი ვარ მე. როგორ ცხოვრობ? ცხოვრობ, ჩვეულებრივად, ხევსურული იმით. ქისტებთან როგორი ურთიერთობა? ხისებთან ისე რომ თოფში ვაზნა რო არ ქონიყო, სოფელში ვერ წახვიდოდი. ხო, პირში ვაზნა უნდა ქონოდო, რომ მტერი საიდან დაგესხმოდა და საიდან გესწროდა. მაგას მოვესწარი მე. აი აქ 2 კილომეტრზე ირაკლი მიწის წყალი ერთდება კალოთანის წყალს ვეძახით, ხეობა. მან რო წახვიდოდი უკვე ოჯახს არ ეგონა, ან დაბრუნდებოდა ან არა. იგივე იმათ რა. პასუხს უარეს საღებულობდნენ ხოლმე, როცა დაგვესხმოდნენ, ან გარეკავდნენ. ჩვენი ხალხი მაგარი იყო ძალიან, მაგრამ მტერთან. ეხლა როგორ ახართ? ეხლა დიდებულად, ძმურად. ძმურად, ხო? ეხლა ძმურად, ყველა მასპინძელია, პორმარილიანი, ახალგაზრდობას ერთმანეთთან დიდი მეგობრობა აქვს. შერიგება რომ მოხდა 36 წელს. ჩვენი რესპუბლიკა და ჩაჩნეთ-ინგუშეთმა გადაწყვეტეს კომისია შექმნეს, რომ შეერიგებინათ ეს ხევსურები არ ხოტივნეთ. და ისინი ხისტები. დელეგაციები მოვიდა, რჩეული ხალხი, ახალგაზრდობას, მოხუცებით. ხარი აქ დაიკლა, ხარი მერე მუჟიჩია ერთი დიდი აული ძალიან რაიონული ცენტრი. მასპინძლობა გამოიჩინეს, საერთოდ მასპინძელი ხალხი ეგენიც და ჩვენიც. და ჩვენ ქრისტეს შევეხვეწეთ, ჩვენ ხატს, მთავარანგელოზია ეს ხატი. რომ ცუდი ნუღარი იქნება, ჯერ აქ მერე მუჟიჩიში. ისინი შეხვდა შემხედრი ხალხი, გარმონით, რამე, თავისებური იმით, მთიულურად. დადოს პირობა, რომ არჩეული ხალხი, ახლა ვინც არხოტელებმა დაასახელეს, ის პასუხს აგებდა არხოტის დანაშაულზე. და ეგენი აგებდნენ რამდენიმე კაცი ხისტების მხრიდან. იმის შემდეგ ჩამოვარდა ძმობა, ისეთი მშვენიერი განწყობილება ახალგაზრდებს და იმათა და ჩვენ ახალგაზრდებს. სულ ერთად არიან რა. თუ რამე გვექნება, პატიჟებთ ხოლმე, საღვთო იქნება თუ რა იქნება. ისინიც ხორცლებში რა